ნუ გადააგდებ ჭკვიანურად დაგეგმე და უფრო ჭკვიანურად გამოიყენე. ყოველთვის ვცდილობ შევიძინოთ საუკეთესო პროდუქტი, მოვამზადოთ გემრიელი კერძები, რომლითაც გავუმასპინძლდებით ჩვენი ოჯახის წევრებსა თუ სტუმრებს, მაგრამ ხშირად არ ვაკვირდებით თუ რამდენ საკვებ ნარჩენს წარმოვქმნით. სურსათის ნარჩენების უდიდესი ნაწილი წარმოიქმნება საკვების მომზადების დროს, მაგალითად ბოსტნეულის ანათალი, ხორცის, თევზისა თუ სხვა პროდუქტების დამუშავებისას მიღებული ნარჩენები. ამას ემატება აუთვისებელი საკვები, ვადაგასული ან გაფუჭებული კერძები. უპირველესად უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ შენახვის ვადა გავუხანგრძლივოთ აუთვისებელ პროდუქტებს. შეგვიძლია დარჩენილი პურიდან გავაკეთოთ საფანელი, ხოლო პომიდრისგან მოვამზადოთ ტომატ პასტა. სოფლებში ან ნახევრად ურბანულ დასახლებებში, სადაც მოსახლეობას ჰყავს ფრინველი ან შინაური ცხოველი, საკვები ნარჩენების სწორი მართვა და გამოყენება გაცილებით ადვილია. შეგვიძლია საკვების ნარჩენები ვაჭამოთ შინაურ ცხოველებსა თუ ფრინველებს. ასევე შეგვიძლია გავაკეთოთ საკომპოსტო ორმო, ყუთი ან თუნდაც გროვა, რომლებშიც მოვათავსებთ ორგანულ ნარჩენებს და რამდენიმე თვეში ის მაღალი ხარისხის ორგანულ სასუქად გარდაიქმნება. ქალაქში მრავალსართულიან სახლებში მცხოვრებთათვის საკვების ნარჩენების გადამუშავება გაცილებით უფრო რთულია, თუმცა შესაძლებელი. შეგვიძლია ნიჟარაზე დავაყენოთ ნარჩენების დამაქუცმაცებელი ეგრეთ წოდებული დისპოუზერი. დისპოუზერი არ არის საშიში, ვინაიდან მასში არ არის დანები. დანადგარში არის პატარა ბუშტუკები, რომლებიც ტრიალებს და ორგანულ ნარჩენებს ფანტავს დისპოუზერის კედლებზე, რომელსაც აქვს ხაოიანი სტრუქტურა და ახდენს ნარჩენების დაქუცმაცებას. შედეგად ყველა სახის ორგანული ნარჩენი, მათ შორის ძვლები, ქუცმაცდება და გადის კანალიზაციაში. მისი გამოყენებით შევამცირებთ გადასაყრელი ნაგვის რაოდენობას და შესაბამისად ნაკლები საკვები ნარჩენი მოხვდება ნაგავსაყრელზე. გვახსოვდეს, რომ საკვები ნარჩენი არ უნდა შეურიოთ სხვა ნარჩენებს, პლასტმას, მუყაოს, შუშას და სხვას, რადგან შეუძლებელი გახდება მათი გადამუშავება. უნდა ვიზრუნოთ, რომ საკვების ნარჩენები არ მოხვდეს საერთო ნაკავში. ეს შეამცირებს ჰაერისა და წყლის დაბინძურებას და ნაკლებ ზიანს მიაყენებს გარემოს. დაიცავით ბუნება და შეამცირეთ დანახარჯები.